ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ანუ იგივე ოკა, ხასიათდება განმეორებითი არასასიამოვნო ფიქრების აკვიადებით, ანუ ობსესიებით და განმეორებადი მიზანშეწონილი ქმედებებით, ასევე აკვიადებული ქმედებებით, რომლებსაც ეწოდება კომპულსიები. მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ეს იყოს დედის ფიქრები, მეფიქრება რომ ჩემ შვილს სკოლიდან სახლისაკენ გზაზე რაიმე ცუდი არ შეემთხვას და ყველაზე საშინელ სცენარებს ვატრიალებ თავში და თითქმის ვგრძნობ იმდენად მჯერა აი ამ ყველაფერი ცუდის და თანაც ვერ ვაჩერებ ამ ცუდ ფიქრებს, ვერ ვიშორებ თავიდან. ან შეიძლება ეს იყოს საგნების თვლა. მაგალითად ამ ოთახში არის 4 კედელი, 2 მაგიდა, 6 ჭიქა, 1 კარი, 2 ფანჯარა და ასე შემდეგ. კომპულსიის მაგალითია ასევე ფეხით სიარულისას სახლში ან ქუჩაში, ფილებზე ან მეტლახის კონკრეტულ გეომეტრიულ ფიგურებზე ფეხის ზუსტად დადგმა, ისე რომ არ გადააცილო, იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება გეგონოს, რომ თუ კი გადააცდენ, რაღაც საქმე არ წავა, კარგად რაღაც არ გამოვა. ან მაგალითად თუ კი გადავახტები აი ამ ორმოს, გამომივა, რაღაც კარგად იქნება და თუ ვერ შევძელი, უკვე ცუდად წავა ეს საქმე. ასევე შეიძლება იყოს სიმეტრიის მოთხოვნილება, როგორც თქვათ, ნივთებისადმი და სახლში წესრიგისადმი, ასევე ტაქტილური, ანუ მაგალითად თუ კარს შეეხე გავლისას ერთი მხარით, ვერ ისვენებ, ვიდრე მეორე მხარსაც არ მიადებ და გავუხახუნებ, რომ სიმეტრია დაამყარო. ასევე შეიძლება ჭამის დროს, მაგალითად დაგივარდა რაიმე და ვერ ისვენებ, ვერ მოიცდი ჭამის დასრულებამდე, სასწრაფოდ უნდა მივარდე და აიღო და ეს ნივთი თავის ადგილას დააბრუნო, ხო? თუ არა და მოსვენებას კარგავ რაღაცნაირად. ობსესიები იჭრებიან ჩვენს დაუკითხავად და ჩვენგან დამოუკიდებლად გონებაში და თითქოს ეუფლებიან მას, გვაიძულებენ ვიფიქროთ ცუდზე, ადამიანს ეწყება შფოთვა, ცუდის მოლოდინი და შესაბამისად აქედან გამომდინარე იწყებს თავის დაზღვევის მიზნით გარკვეული რიტუალების და ქმედებების შესრულებას და ეს ემყარება სწორედ იმ რწმენას, რომ თუ კი ამას გააკეთებს, გარკვეულწილად თავიდან აირიდებს ცუდ შედეგებს. ასევე ადამიანი თავს უმტკიცებს თითქოს ყოველ ჯერზე, რომ აი ეს საქმე იმიტომ გამოვიდა, რომ მე კარგად შევასრულე ჩემს მიერ დაწესებული რიტუალები. თუ კი რაღაც მაინც არ გამოვიდა, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეტყობა რაღაც გულით ვერ გავაკეთე, ან არასწორად გავაკეთე, ან ვიჩქარე და აი ამიტომ არ გამოვიდა. რეალურად შეიძლება ამ რიტუალებს და ძირითადად ასეც არის ხოლმე, ხო? არანაირი კავშირი არ აქვს იმ მოვლენასთან, რომლის შესახებაც ნერვიულობს ადამიანი, მაგალითად, ქუჩაში, ფილაში ზუსტად ჩაადგავ ფეხს თუ არაზუსტად და გადააცდენ, ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება ფიზიკურად, მაგალითად სამსახურის გასაუბრებასთან, ხო? ამგვარად, ადამიანი იძულებულია და დავალდებულებულია საკუთარი ფიქრების მიერ. ხშირად ამის გამო ადამიანს უფუჭდება ბუნება განწყობილება, ხელი ეშლება სხვადასხვა საქმეში და ზოგიერთი, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე საათსაც კი უთმობს თავის მიერ დაწესებული რიტუალების შესრულებას. ანუ დღეში რამდენი დრო იკარგება ამისათვის. ოკას წარმომავლობა ჯერჯერობით ზუსტად გამოკვლეული არ არის, თუმცა ზუსტად გამოკვლეული არის, რომ მისი მართვა შესაძლებელია. და დროთა განმავლობაში შეიძლება მან საერთოდ ისე მიიძინოს, რომ აღარასდროს აღარ შეგაწუხოთ. დიაგნოზი აუცილებლად უნდა დასვას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაბამისმა პროფესიონალმა და თერაპიის საშუალებით, კერძოდ ყველაზე ეფექტური მიდგომა ამ შემთხვევაში არის ხოლმე კოგნიტურ-ბიჰევიორისტული მიდგომა, როდესაც ხდება სტრესორების, ტრიგერების და აი ამ შემაწუხებელი ფიქრების, შიშების, მოლოდინების განხილვა, იდენტიფიცირება და მათთან თანდათანობითი შეგუება. დაშვებების გაკეთება აი ამ ნეგატიური ფიქრების და მოლოდინების შესახებ იწვევს რას, რომ კატასტროფიზაცია აი ამ მოვლენებისა მცირდება ან საერთოდ ქრება. შესაბამისად, ჩვენ ხვდებით, ვუშვებთ, რომ კი, შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს,
მაგრამ ამდენადვე უნდა დავუშვათ, რომ შეიძლება არ მოხდეს. ანუ ეს ვარიანტიც არსებობს, ხო? და რა ხდება ამ შემთხვევაში? ლოგიკურად უნდა მიყვეთ და განიხილოთ. თანდათანობით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაიწყოთ უარის თქმა იმ რიტუალების შესრულებაზე, რომლების შესრულებაც აუცილებელი გეგონათ აქამდე. შეგიძლიათ თავიდან შეამსუბუქოთ, შეამოკლოთ, ან ტრანსფორმაცია გაუკეთოთ და ბოლოს საერთოდ ჩახსნათ და დააკვირდეთ, რა მოხდება. ანუ რამდენად აქვს რეალური ძალა ამ თქვენს რიტუალებს და თუ არ აქვს, მაშინ რა საჭიროა, ხომ, ისინი საერთოდ. ამ სავარჯიშოს შესრულება ცხადია ერთჯერადად, ეს სწრაფ შედეგს არ მოიტანს, ეს უნდა მოხდეს მრავალჯერადად და პირველად სასურველია, რომ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ერთად დაიწყოთ. შემდეგ უკვე თავადაც შეძლებთ. ერთია რაღაცას მოусმინო და აბსოლუტურად სხვა არის ეს რაღაცა პრაქტიკაში საკუთარ გამოცდილებაზე გააკეთო და გაიარო, ხო? მესმის რომ ქართველები ვართ ესეთი შეგნებული ხალხი და უმეტესობა მგონი იდლის რომ ყველაფერი გაუგია და ყველაფერი იცის და არ სჭირდება სწავლება, თუმცა შემდეგ როდესაც დგებიან პრობლემის წინაშე და პრაქტიკულ ვარჯიშს იწყებენ, მე ამბობენ რომ ვა, ეს რა ყოფილა. ამიტომ პრაქტიკა და პრაქტიკა. ამ ვიდეოს არანაირი აზრი არ აქვს, თუ კი პრაქტიკას არ მიაშველებთ. ეს არის მხოლოდ ინფორმაციის მოწოდება. ოკას სამართავად ასევე ძალიან კარგია ზოგადად ცხოვრების წესის გაუმჯობესება. მე სულ აღნიშნავ ამას, რომ ფიზიკური ვარჯიში არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი ფაქტორი მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე რა თქმა უნდა საკმარისი ძილი, ჯანსაღი კვება, ჰობით დაკავება, დესტრუქციული დამძაბველი და სტრესორი ადამიანების თქვენი ცხოვრებიდან გაშვება და ხელშემწყობი, პოზიტიური, წარმატებული, მოტივირებული ადამიანების შემოკრება თქვენს ირგვლივ. რიგ მძიმე შემთხვევებში მიმართავენ მედიკამენტოზურ მკურნალობასაც, რა თქმა უნდა, ამასაც სპეციალისტი ნიშნავს. ხდება სეროტონინის დონის აწევა. თუ ამანაც არ გაამართლა, TMS-ის პრაქტიკას მიმართავენ, ეს არის წინაორბიტული ტვინის ქერქის მაგნიტური სტიმულაცია, მაგრამ ასეთი რაღაცები ძირითადად არ არის საჭირო. თერაპიას აქვს არაჩვეულებრივი პროცენტულობა ეფექტურობისა და ძალიან კარგი შედეგები იდება. მინდა გახსოვდეთ, რომ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ვიზიტი არ ტეხავს, არ არის სირცხვილი, არამედ პირიქით ეს ხაზს უსვამს, რომ თქვენ გაქვთ მაღალი შეგნება და ზრუნავთ საკუთარ თავზე და იბრძვით თქვენი ბედნიერებისთვის. სასირცხვილოა თავის მოკატუნება, თითქოს ყველაფერი კარგად არის და პრობლემებში ცხოვრება, იმიტომ რომ ეს თქვენს გიშლით ხელს და თქვენს ირგვლივ მყოფ საყვარელ ადამიანებსაც ცხადია. იცოდეთ, რომ ცხოვრებას ნამდვილად შეუძლია იყოს მშვენიერი. მიყვარხართ და გისურვებთ წარმატება.